ცოტა გამიკვირდა კიდეც რომ ესე დაჩქარდა მისი მიღება, ხო? მე მგონია რომ სახელი რამდენი შეიძლება სერიოზულად მივიჩნიოთ რეალურად რა. ეს ედგამოჭრილი სახელი და ეჩინეთზე რუსეთზე ახლა მე მგონი აღარ არის საჭირო რუსეთთან დაკავშირებით საუბარი. დემოკრატები არიან ის ხალხი, რომლებიც ქოცებს ყველაზე მეტად უჭერდნენ მხარს. ისიც შეთანხმებული იყო შეიძლება რა უნდა ეთქოს ივანიშვილს. მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო და პოტენციურ გამომწერებო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით. იმის გამო რომ დაახლოებით კვირანახევრის წინ მიიღეს მეგობარი აქტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ის ამბავი გავარკვევთ, რამდენად შედეგიანი არის, რამდენად წარმატებული არის ეს აქტი და რა ცვლილებებს მოიტანს ქართულ პოლიტიკაში, ან დასავლეთისა და საქართველოს ურთიერთობას შორის. ამისთვის ჩვენ მოვიყვანეთ გიორგი ლაბაძე, ჩვენი საყვარელი სტუმარი და ის ზანგორს გაგვესაუბრება. გამარჯობა გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. ანუ რას გეტყვი პირველი, ანუ რამდენად ელოდებოდი რომ ეს აქტი გავიდოდა და რამდენად შეიძლება იყოს ამის მომტანი. მივესალმებით თქვენს მსმენელებს, ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა, უსურვებთ დიდ წარმატებას თქვენს პოდკასტს პირველ რიგში. მეგობარი აქტი თავისთავად თავიდან რა რედაქციიდან შევიდა, თავიდანვე იყო ისეთი მომთხოვნი, ესე ვთქვათ, ქართული ოცნების მიმართ და მე პირადად სათანამშრომლო ფაზაში ჩასმისთვის მით უფრო რთული იქნება შემდგომში ქართულ ამ ურთიერთობის გაგრძელება, ესე ვთქვათ რა. ეხლა რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ ამერიკას უნდა საქართველოსთან თანამშრომლობა და ამ მთავრობის ამ ხელისუფლების პირობებში ეს ძნელია. შესაბამისად, მან ისეთ მდგომარეობაში უნდა მოიყვანოს, ვთქვათ, საქართველოში არსებული მმართველი ელიტა, რომ მასთან თანამშრომლობა შეიძლებოდეს, ესე ვთქვათ რა. ეხლა აქ სახელებზე და პარტიებზე ლაპარაკი ცოტა ისეთი მომენტია, აქ თავარი არის ის, რომ ვინც არიან ხელისუფლებაში არ არღვევდნენ ადამიანის უფლებებს მასობრივად, არ ქონდეთ გადახვეული იმ ევროატლანტიკური არჩევანიდან და არ ქონდეთ დარღვეული ის თქვათ 2008 წლის იანვარში, ბოდიში 9 წლის იანვარში დადებული იმ საქართველოს და ამერიკას შორის ხელშეკრულება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, აი ეს ხელშეკრულება რო არ იქნას დარღვეული, ამაზეა საუბარი, მაგრამ ნუ რახან ეს დაირღვა, როგორც გვახსოვს, მაგიტომ მოხდა ჯერ კიდე ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამის გაუქმება, ხო? ეხლა მეგობარი აქტის მიზანი ჩემი აზრით ის არის, რომ ისეთი ესე იგი მმართველობა ჩამოყალიბდეს საქართველოში, რაც კვლავ დააბრუნებს საქართველოს და ამერიკას სათანამშრომლო გარემოში, რადგან ამ გეოსტრატეგიულ გარემოში და პროცესში საქართველოს აქვს დიდი როლი და მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მზაობა და გადაწყვეტილება პრინციპში უკვე მიღებულია, მე მგონი, ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში იმის შესახებ, რომ დაიტვირთოს მაქსიმალურად ეს შუა დერეფნის ნაწილი, რაც დაკავშირებულია ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ურთიერთობაზე, ეს პირველ რიგში საუბარი იქნება ნავთობსადენებზე და რა თქმა უნდა ეს სავაჭრო გზებზე და იმის გამო რომ ინდოეთი არის ახალი ამოცანა ამერიკისთვის, რომ თუ თქვა 70-იან წლებში და 80-იან წლებში ჩინეთში შევიდნენ, ხო? ამერიკელები და იქ უკვე მუშახელის ფასი გაიზარდა უკვე დღეს გომარებით, ხო? ეხლა უკვე ახალი мотиваცია და ამოცანა არის ამერიკის ადმინისტრაციის, რომ ეს თავისი მსხვილი კომპანიები არა ჩინეთში, არამედ ინდოეთში გადავიდეს, თუ გადავა სადმე საერთოდ, ხო? გადავიდეს ინდოეთში და არა ჩინეთში, იმიტომ რომ მოგვიხსენება, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია უკვე ბოლო ათწლეულებია ჩამოყალიბებულია როგორც გეოსტრატეგიული და ასევე იდეოლოგიური მტერი შეერთებული შტატებისთვის, რის გამოც რა თქმა უნდა იქ ოპერირება აღარ აწყობს ამერიკულ კომპანიებს და შეერთებულ შტატებს. ამიტომ აი ამ პროცესში რომ ვთქვათ აი ეს პროდუქტმა რაც იქნება დამზადებული ინდოეთი იქნება ეს თუ ინდოჩინეთი მნიშვნელობა არ აქვს, უნდა გაიაროს რაღაც დერეფანზე. ეს დერეფანი ვერ იქნება სამხრეთი ჩვენგან, იმიტომ რომ ძალიან არეული და მძიმე ვითარებაა. ეხლა არ ვიცი, ირანთან დაკავშირებით თქვენ ყავდათ წინა სტუმარი, რომელმაც ეხლა რაღაც გამორიცხა ვთქვათ ამერიკის და ირანის რაღაც საბრძოლო საომარი მოქმედებები, მაგრამ განიხილა ასევე შესაძლებლობა დაბომბების მაგალითად, ხო? საჰაერო იერიშების მაქსიმუმ. თუმცა ეს პროგნოზიც უკვე იმას მიუთითებს, რომ არ არის ხელსაყრელი ვითარება ვაჭრობისთვის, ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩრდილოეთში ჩვენგან გასაგებია რაც ხდება უკრაინის ომი, რუსების მიერ დაწყებული ომი უკრაინაში, რაც
ჯერ ერთი რუსებს თიშავს ევროპული ურთიერთობების კონტექსტიდან, იმიტომ რომ ევროპას აღარ უნდა რუსეთიდან მიღებული, ესე ვთქვათ, ტვირთიც იყოს დამოკიდებული, თუნდაც გავლილი იყოს რუსეთზე და დავჭირთ რჩებით ჩვენ პრინციპში, ხო? რჩებით ჩვენ, რომელიც ერთ-ერთი კარგი ალტერნატივა შეიძლება იყოს, რაღაც სუეცის არხის რაღაც დონეზე, იმიტომ რომ მოკლე გზა არის, მარტივად რო ვთქვათ და ამიტომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი კიდევ უფრო იმატებს და აი ამ ვითარებაში, როცა ჩვენ არ ვეთანამშრომლებით არანაირად შეერთებულ შტატებს და ეხლა როგორც ვნახეთ გუშინ რაღაც ქართული ოცნების პროპაგანდა ევროპელ ლიდერებს ნარკომნევად რაცხავს და საერთოდ საუბარია იმაზე, რომ არ უნდა ხო ამ ხალხს ევროკავშირთან და ევროპას არანაირი თანამშრომლობა. ამიტომაც მოხდა ამის დაჩქარება და ამ შემთხვევაში ევროპის და ამერიკის მოსაზრებები ჩემი აზრით არის ფაქტობრივად ერთ და იგივე რა ამ მიმართულებით. ასე რომ ნახოთ როგორ გაგრძელდება მეგობარი აქტის სენატში გადაინაცვლებს სავარაუდოდ გადაინაცვლა უკვე უბრალოდ სადაც სხვათა შორის მას შეეცვალა დასახელება და მეგობარი აღარ ქვია. შინც კომუნისტური პარტიის, ირანის და რუსეთის გავლენების შემცირება საქართველოში, კი ბატონო. და მე ეს მგონია ეგეთ რომ სახელი რამდენი შეიძლება სერიოზულად მივიჩნიოთ რეალურად, იმიტომ რომ ხო ბევრი ამბობდა აი ჯონ ვილსონზე მაგალითად, რომ ესეთ სახელებს რო ეძახის, აი კომუნისტური პარტიის მარიონეტი რუსეთის მაკაცი ცოტა უტოპიური და არარეალისტური არის და მაგის გამო ბევრი ვილსონის განცხადებებს არასერიოზულად მიიჩნევდა რეალურად. ანუ ეხლა ვინც ვიცით ეგ საკითხი ვამბობთ, რომ სწორი იყო ეგეთი განცხადებები, მაგრამ ვინც არიციან, ბევრი გონია რომ ეს უბრალოდ პროპაგანდა და სისულელე იყო რა. არის ეს გამოჭრილი სახელი და აი ჩინეთზე რუსეთზე ეხლა მე მგონი აღარ არის საჭირო რუსეთთან დაკავშირებით საუბარი, რომ რა აღარ ხდება რუსეთთან მიმართებით საქართველოსთან დღესდღეობით და რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთი ძალიან საინტერესო მოვლენაა. რამდენიმე რამეს ჩამოთვლი, ესე იგი სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, რა ქვია, საბანკო ურთიერთობების ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთობის ხელშეკრულების გაფორმება ეს ამასინად მოხდა 1-2 თვის წინ. ანაკლიის პორტის ჩაბარება ჩინური კომპანიისთვის და სხვა შორის ჯო ვილსონმა ახსენა საინტერესო რაღაცა სიტყვით გამოსვლით, ამას ბევრმა არ მიაქცია ყურადღება, რომ ასობით მილიონობის ტენდერების დაკვეთებს ასრულებინებენ ჩინურ კომპანიებს. მაგაზე ბოდი შეხარო გეჭრები რა ორსონი, მაგრამ მაინც ანუ რამდენიმე დღის წინ უყურებდი ქოცების პროპაგანდისტულ რადიოს რა, სადაც ამბობდნენ რომ ხო, მე რა მოხდა ჩინელებმა 100 მილიონამდე შეერთ, ამერიკელებსაც შეერთ, ქარხანა ერთი მაინც გაუკეთებია, თუ ამერიკელებმა რამე გავიკეთეს საერთოდ 70 წელიწადში, აი ეგეთი რაღაცა იყო და ნათქვამი და ცოტა არ იყო და სიგიჟედ მომეჩვენა, იმიტომ აი მაგალითად ყველაზე მარტივი მაგალითი არის ლუგარის ლაბორატორია, რაც გავიკეთეს რა და ზოგიერთი ხოცი კიდე გამოსულ რომ ამერიკელებს არაფერი არ გაუკეთებიათ და ეხლა ჩინელები იმიტომ აკეთებენ ამას, რომ გვეხმარებიან და ამერიკას კიდე ალტერნატივა ჩინელები მაგას აკეთებენ ჩვენი ბიუჯეტიდან. ანუ ჩინელებს თუ ვინმე ანუ გზას რო აგებს თქვა ჩინური კომპანია მაგას აკეთებს საქართველოს ბიუჯეტიდან. ანუ ეს თულად კი არ აგებს, კი არ მოსულა და ეხლა მოდი გზას დავაგებ. ხდება ჩვეულებრივად ტენდერის გამოცხადება, როგორც ქართულ ხალხში ამ შემთხვევაში ქართული კომპანიები იჩაგრებიან რაღაც დონეზე, მინდა გითხრათ ესეც. მაქვს რაღაც შემხედლობა და მაგიტო ვამბობ. აქედან გამომდინარე, ხო, ამ კონტექსტის დანახვაც აუცილებელია ჩემი აზრით, თორსა ქართული კომპანია, რომელსაც აქვს რესურსი გარკვეული, ვეღარ იღებს იმ ტენდერიდან იმ რაღაც სარგებელს, რასაც აკეთებენ ჩინელები, ხო? ამდენად, ხო, ეს რო გავაგზავნოთ ახლა კიდე რა მოხდა და საინტერესო იყო აი ეს ჩინური ენის როგორც მეორე ენის შემოსვლა საქართველოს სკოლებში და რა დროს ხდება ეს. ეს არის ჩვეულებრივი შეჯახება. ეს არის ქართული ოცნების მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციაზე თავით შეჯახება, როდესაც ესე შუა ფაქტობრივად მეორე ცივი ომი დაარქვა ამას ზოგმა, შუა ამ რაღაც დაპირისპირებაში ამერიკასა და ჩინეთს შორის სატარიფო იქნება თუ რაღაცა. ქართულმა ოცნებამ აირჩია მხარე. რა საჭირო იყო რომ მაინც და მაინც იმ რაღაცა ყველაზე მწვავე დღეს მაინც გამოეცხადებინათ და არაერთი თვით, როცა ყველაზე მწვავე იყო ეს შეპირისპირება, იმიტომ რომ დღეს მაგალითად შვეიცარიაში სკოტ ბესენტი და ჩინეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ რაღაც სატარიფო გადატვირთვის გეგმაზე, ხო? ამიტომ ეს იყო პოლიტიკური მხარის დაჭერა ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების მხრიდან და ეს მე იმას მაჩვენებს, რომ მათ არ აქვს მზაობა ეხლანდელ ფორმატში თანამშრომლობენ ამერიკის ადმინისტრაციასთან. ან უბრალოდ
აქვთ რაღაც დონეზე, უნდათ, მაგრამ იქით უფრო უნდათ, რაც ამერიკისთვის. თან როგორც მახსოვს ჩინური ენის სიგნალი იყო დიპლომატიური ჩვეულებრივად შემოყვავ ჩინეთთან ის იყო რომ აი ტარიფების ისტორია როც დაიწყო ეს ტარიფები რო დაადეს ერთმანეთს აი მაგ პერიოდში გააკეთა ეგეთი რაღაცა. მე დარწმუნებული ვარ ვაშინგტონში გაოგნებულები უყურებდნენ აი ამ ჩინურთან დაკავშირებულ და აი ამ საბანკო მემორანდუმთან დაკავშირებულ სიახლეს რაც ერთ თვეში მოხდა ორივე. თან მაგაზე ერთი რაღაცა ის მიკროს ანუ ოცნებას უნდა რომ დალაგდეს ამერიკასთან ჩინეთი არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ეხლა მაგალითად რუსეთის თემა შეიძლება გაეტარებინათ რა იმიტომ რომ ტრამპსაც თავიდან ქონდა ეს რუსეთთან დაახლოების იდეა და რუსული ბაზარის გამოყენების იდეა, მაგრამ ჩინეთი ხომ გონია რომ წითელი ხაზი იყო რეალურად დაუტოპიურია რომ თან დასავლეთთან ქონდეს ამერიკასთან ქონდეს კაი ურთიერთობა რაც მაკასოვდა მაგათთან და პარალელურად კიდე ჩინეთთან ჩადიოდი ხომ და სტრატეგიული პარტნიორობას აფორმებდა და ჩინეთის სი ძინპინგზე ბრძენ კაც ამბობდა. ასეთი მომენტი იყო, რომ ბაიდენის დროს იძულებულები ვიყავით ჩინეთთან ურთიერთობის დარეგულირების და ამ ხელშეკრულების გაფორმებისო, მაგრამ დამთავრდა ბაიდენის დრო და გამოცხადდა რაღაც ეს სიახლეები რაც ახლა წეგან ვახსენე. ამიტომ ეს არ მოხდა რა მარტო იმის გამო რომ რაღაც ბაიდენი იყო ადმინისტრაციაში და სხვა გზა არ იყო ეს, იმიტომ მოხდა რომ ამერიკა იმის გარდა რომ შენთან თამაშობას ითხოვს ელემენტარულ დემოკრატიულ გარემოს. აქ არავინ არ ითხოვს ავსტრიას და შვეიცარიას. ყველა კარგად ხდება რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. მაგრამ აქ ითხოვენ ისეთ პრიმიტიულ დემოკრატიის გამოვლენებას, რაც არის ელემენტარული სიტყვის თავისუფლება, ქუჩებში აქციებზე ხალხი არ დასისხლიანდეს, თან მასობრივად ეს ერთ და ორზე არ ელაპარაკი. კვირანახევარიაც აკეთეს. ბევრი იძახის რომ ისა საფრანგეთშიც ეგრე არ ბევენ აქციებსო, არ არბევენ ეს აქციებს. საფრანგეთში შლიან, მაგ ცუდია, მაგრამ შლიან, მაგრამ ადამიანები არ მოკლათ, ტელეფონი არ წაურთმევიათ ელემენტარული, რაც აქ გააკეთეს თელი ორი კვირა. და იზოლატორამდე მიყვანეს დროს, რა ვიცი, სანამ იქ მივიდოდნენ, მანამდე რას უშვებოდნენ ადამიანებს, ხო? ყოველ ჩემი ნათესავი დაიჭირეს მაშინ და მიიყვანეს იზოლატორამდე, კარგად ცემეს და ბევრი ცოცხალი ძვლს გამოვიდა მაშინ. ხო, აქედან გამომდინარე, ამას ითხოვს ამერიკა, რომ ეს არ მოხდეს. ასეთ პროცესში კიდევ ამერიკელები არ არიან მზად თანამშრომლობისთვის, როგორც მე ხვდები და რა ვიცი, როგორ გაგრძელდება ახლა ეს შემდგომი განვითარება ვნახოთ. ამათი პროჩინური პოლიტიკას უკავშირებ იმას, რომ მაგათთვის ამერიკა ჩაიკეტა ასე რომ ვთქვათ რა თავიდან, იმიტომ რომ დემოკრატიის უკუსლა ადამიანების ცვლილებების დარღვევა პლუს უკრაინის დროს, უკრაინის ომის ფონზე საგარეო პოლიტიკის ცვლილება, ანუ რუსეთთან ვერ დაახლოვდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს მართლა ანტირუსული ქვეყანა არის, სამხედრო აგრესია და ამ მიზეზების გამო და ჩინეთი იყო ერთადერთი ალტერნატივა რა, რომელიც ბაზარზე გაიყვანდა და გარკვეული სახის ინტერესებს დაიცავდა მათი, მაგრამ მაინც არ ჯდება უკვე ეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის, საერთოდ არ არის სავალდებულო, რომ ჩინეთთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყდეს პირიქით, მაგრამ ეს როცა ხდება, ასე იგი, ყველა სტრატეგიული რაც იყო ამერიკასაც უნდა ეს იყო პორტი და ამ პორტიდან დაიწყო იდეაში ყველაფერი რა, ანუ ამერიკის ის მომენტი, რომ აი ეს ფაინბერგის ხოთაშორის, რომელიც ჰექსეთის ბოდიში მოადგილედ აირჩიეს პენტაგონის უფროსის მოადგილედ, ხო? ფაინბერგი იყო კონტი ჯგუფის ერთ-ერთი მეწილე, აქციონერი და მას სურდა ანაკლიის პორტში მონაწილეობა და არ ვიცი, მაგას კიდე ალბათ თავისი განვითარება უნდა მოყვეს, იმიტომ რომ უკვე 30 მარტს აირჩიეს ფაინბერგი სენატმა დაუჭირა მხარი მის თავისუფლების მინისტრის იმას, რა ქვია, მოადგილეობას და მე მგონია, რომ რამდენიმე რაღაც დროის განმავლობაში ეს ყველაფერი ამოტივტივდება კვლავ ახლა. დღეს ამერიკა უკრაინის საკითხით არის დაკავებული განსაკუთრებულად და როგორც კი ეს რაღაც საზაო საკითხები მიიღწევა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენზეც მოხდება უფრო გადმორთვა, მაგრამ მეგობარი აქტი რაც აღნიშნე, აი ეს უკვე სენატში რაც ქვია ჩინეთის შეკავების აქტი და რუსეთის შეკავების აქტი, უკვე არის ამის დაჩქარების გამოვლენა რა. მე ესე მგონია, შეიძლება ვწდები, მაგრამ მე არ ველოდებოდი რომ ეს დროზე ეგ დაჩქარება შეიძლება ვივარაუდოთ, იმიტომ რომ ამერიკამ საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო შეცვალა, რა, აი წინა თვენახევრის წინ მაგალითად ბევრი შიშები იყო იმის შესახებ, რომ ამერიკა ტოვებდა ევროპულ ბაზარს და მიდიოდა და იზოლაციისკენ მიდიოდა, მაგრამ ეხლა უფრო გააქტიურდა, მით უმეტეს რომ მინერალების ხელშეკრულება გაფორმდა და ურთიერთობები დაალაგდა. შეიძლება ითქვას, რომ აი ამერიკამ შეცვალა ეს თავის საგარეო პოლიტიკა და ეს მეგობარი აქტი ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკის იარაღი არის. და ეს მეგობარი აქტი მაგით გააქტიურდა უფრო და მაგით შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა საქართველოს ამ მხრივ, რომ სხვა ჭაობში არ ჩაიძირა. რა თქმა უნდა, უკრაინასთან ახლა მე რაღაცა ისე არ გაიგოს ვიღაცამ, რომ უკრაინას მიდგომა არ მომწონს რაღაცა. უბრალოდ მე მაინც გონია, რომ ეს ხელშეკრულება უფრო ადრე უნდა გაფორმებულიყო.
უკრაინას უფრო ადრე უნდა გაეფორმებინა ეს მინერალების შეთანხმება. მართალია ის, რომ ესე ვთქვათ, უკეთესი პირობა მიიღო უკრაინამ დღეს, ვიდრე ტრამპი მას თავაზობდა 2 თვის წინ, ხო? მაგრამ ჩვენ ვნახეთ თუ როგორ შეცვალა მინერალების შეთანხმების ფორმებამ ამერიკულ უკრაინულ ურთიერთობები და რატო ხო სახელმწიფო დეპარტამენტმა აი გუშინ წინ გააზიარა Facebook-ზე და სოციალურ ქსელებშიც რომ რუსეთმა უნდა იცოდეს რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის უკრაინის გვერდით მისი აღდგენის და ყველაფრის ეგეც რაღაც კაი სიგნალია რეალურად. თან აი მინერალების ხელშეკრულების მერე იყო 2 დღეში თუ 3 დღეში ევენსი რო გამოვიდა რუსები ძალიან მეც თხოვენ უკვე რა ეგეთ ძალიან მარტივად რო ახსნა წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა რა. ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში აი მკვეთრი რადიკალიზაციის პროცესი იყო, როდესაც დემოკრატები და რესპუბლიკელები არიან დაპირისპირებული ძალიან კამალა ჰარისი არის რაღაცა ექსტრემალური მემარცხენე და ჩვენ საზოგადოებაში გონიათ რომ ის რაღაც ცენტრისტია და ეს შემდეგ მაგრამ ეს რაღაცა არ არსებობს. კამალა ჰარის ქონდა ყველაზე მემარცხენე ხმის მიცემის ისტორია კონგრესში და ამაზე მე ბევრი ლაპარაკობდა სენატში და ამაზე ბევრი ლაპარაკობდა და ეს გააგზავნა მე კი უნდოდა რომ თქვათ შეეცვალა და ეს დაიწყო ლაპარაკი რომ ესიც არის ნავთობის მოპოვება უნდა გააგზავნოს მაგრამ ეს არავინ აღარ დაიჯერა მე რა. ხო, აქედან გამომდინარე ეს ნაწილი რომ თქვათ რესპუბლიკელებს დაპირისპირებულები იყვნენ დემოკრატებთან ბევრ რამეში გამოვლინდა. მათ შორის გამოვლინდა უკრაინის მიმართ და რატო? თუ ბაიდენი უჭერდა მხარს უკრაინას, ტრამპი ვერ გააგრძელებდა ამ პოლიტიკას ისე როგორც იყო. და ვერ იტყოდა რომ ბაიდენი უჭერდა მხარს და ეხლა მეც უნდა დაუჭირო. ანუ ის მომენტია მან ამერიკელ მომრჩევლებში რომ რა იცვლება მაშინ ტრამპის მოსვლით, ხო? და ეს აი ამ ნაწილის დაბალანსება მოხდა ზუსტად მინერალების შეთანხმებით. რომ აი ნახეთ, ჩვენ მხარს უჭერთ უკრაინას, მაგრამ ისე კი არა როგორც ბაიდენი აკეთებდა. აი ეხლა ამას გავაფორმებთ, ჩვენ მაგარ სარგებელსაც მივიღებთ და ეს ბაიდენი ფულს რო ისე მილიარდებს რო ისვრიდა, ჩვენ ესე არ გავაკეთებთ. ეს იყო საჭირო რომ გაკეთებულიყო და ეს გაკეთდა. ამიტომაც ხდება ეხლა შემოbrunება JD Vance-ის რომ იცი რა რუსები ბევრს ითხოვენ, როცა ამბობდა ერთი თვის წინავე რას ამბობდა რომ ეხლა ეს ჩვენი ომი არ არის, ხო? ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და შევხვდეთ ესე დავინახოთ. და არა ისე რომ თქვათ რესპუბლიკელები მაგამანიაკები არიან, როგორც მე საკნა რა ქვია, დამიწერა ერთ-ერთმა სოციალისტმა სოციალურ ქსელში და ნუ ეს ჩვენ ვერ ხვდებით რა ხდება რა მოკლედ რო თქვა ეს მას ქონდა თან ის არის აი ვენსის ბიოგრაფია რო წაიგითხა და ბოლო-ბოლო აი ვიკიპედიაში შესულიყო აი ჩანს მისი პოზიციები თქვა ჩინეთის მიმართ, აზიის მიმართ, აი ყველგან აქტიურ ინტერვენციას თხოვდა და პირიქით გააქტიურებას თხოვდა უკრაინის ომი კიდე ესეთი საკითხი იყო რომ ანუ მაშინ დემოკრატებს უნდა დათანხმებოდა, დემოკრატებს ვერ დაეთანხმებოდა, იმიტომ რომ იზოლაციონის ამორჩეულს კარგავდე და ეხლა თავისუფლად შეიძლება თქოს ვენსმა რომ აი ხარჯები გამჭირვალეა, მოგება მოდის და უკრაინის ხარ რატო არ უნდა დაუჭიროო. მადლობა გიორგი რომ ესე ვცდილობ რომ სიღრმისეულად გაიგოს შემოსმენელმა ეს ამერიკის მიდგომები ხა ქვეყანა ადამიანები არიან პოლიტიკოსები და გასაგებია რომ არის ჰუმანიტარული ინტერესი მაგრამ ეს პირადი პოლიტიკური ინტერესი ისეთი რაღაცა რასაც ხა თან ჩვენ რა მასშტაბებზე გვაქვს ლაპარაკი ხო ჩვენ ხო არ გვაქვს ზესტაფონის მეურვებაზე ლაპარაკი ჩვენ გვაქვს საუბარი შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე რომლის გამოც ადამიანები მიდიან მაგაზე, ხო? აი მაგ ძალაუფლების გამო მიდიან იმაზე, რომ თუნდაც დროებით ეგ ჰუმანიტარული მიზნები გადაიდოს, რათა ამ მიზანს მიაღწიო, ხო? და ჩვენ საბოლოო ჯამში შედეგს ხედავთ, რომ ეს კვლავ ისეთ კალაპოში ჩაჯდა, როგორც საჭიროა, მას შემდეგ რაც ძალაუფლება იქნა გაფორმებული, ხო? აი ამ ხალხის ეხლა თემას ვერ გაქვს აი მეგობარ აქტს დაუბრუნდეთ აი მეგობარი აქტის მხარდაჭერის პროცესში როცა კონგრესმენები ხმას აძლევდნენ აი ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე რომ აი მემარცხენეები ვინც აი აქტიური ვოუქები ვისაც ეძახიან აი ოკასიო კორტესი და ეს ქვადები ვისაც ეძახიან მაგათო მხარი არ დაუჭირეს ამ კანონს რა და საქართველოში მაგაც წავიდა რომ ვინც ვართ რესპუბლიკელების მხარდამჭერი და მე შედარებით მავჭერი მაგას დავუცნეთ მემარცხენეზე მემარცხენემა გვიპასუხეს იმით რომ პირიქით რეალურად არ ეგ მაგოთ ხმა არ დაუჭირეს რაღაც მორალური მიზეზების გამო მაგრამ რესპუბლიკელები უფრო მეტი იყვნენ რეალურად მაგაზე რა სიტყვი რეალურად რა
იმიტომ რომ მე თუ მკითხავ, რესპუბლიკელებში არის რაღაც ფრაქცია, რომელიც მართლა არის იზოლაციონისტი და არის მაგათი პოლიტიკა, მაგრამ არიან ამავე დროს მაღალი ინტერვენციონისტები, რომელსაც ჩინური გავლენები შეზღუდვა უნდათ. კი, ეგ არის ამერიკული რესპუბლიკური პარტიის ტრადიცია, რომ აი ჯერ კიდე ამერიკის ისტორია ეს კარგად არის ეს ნაწილი. აი წარმოვიდგინოთ ჩვენ 1920-იანი წლები, როცა სწორედ რესპუბლიკურმა პარტიამ თქვა უარი ამერიკის და ევროპის ურთიერთობაზე და 30-იან წლებში მერე მიიღეს რაც მიიღეს, ხო, ეს ჰიტლერი და მთელი ამბები. ამიტომ ეს ტრადიცია რესპუბლიკელებში არსებობს, მაგრამ ეხლა ეს არის ძალიან მინიმალისტური უკვე რა. სამაგიეროდ შემიძლია გითხრათ 1960-იან წლებში გაგიკვირდებათ, როცა ლინდონ ჯონსონი და ბერი გოლდუოტერი უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს 1964 წლის არჩევნებში, რეიგანი იყო გოლდუოტერის ერთ-ერთი საარჩევნო კამპანიის სახე. ეს გოლდუოტერი და რეიგანი ამბობდნენ, რომ ძალიან ძლიერი შეიარაღება უნდა ქონდეს შეერთებულ შტატებს, რომ აი ეს კომუნისტების საფრთხე განეიტრალდეს და რას ამბობდნენ დემოკრატები? დემოკრატები ამბობდნენ, რომ აი ეს რესპუბლიკელები მიგვიყვანენ ბირთვულ ომამდე. ომი გინდას ნაწილი იყო დემოკრატების მიერ. ანუ ეს ცვალებადია, სულ ასე არ არის ხოლმე, ხო? და მაგას გამოვლენება პრინციპში არის ეგ სწორედ ეს ტრამპის შიდა პოლიტიკის გამოხატულებაა, რაც გულისხმობდა იმას, რომ გულისხმობს დღემდე რაღაც დონეზე იმას, რომ ჩვენ ჯერ ჩვენი თავს უნდა მივხედოთ და აი ეს საგარეო ომები რაც დაიწყეს ჩვენმა წინამორბედებმა ერაყსა და ავღანეთში და 2 ტრილიონი დატოვეს ახლო აღმოსავლეთში და შედეგი ნოლია, რა ის მართალია. მაშინ მართალია. პრინციპში ზემო ტერორიზმის საფრთხეს დაუმატა თელ ევროპაში და ამერიკაშიც ნაწილობრივ. ხო და აქედან გამომდინარე, ხა წარმოიდგინეთ, ხო, ეს ამორჩეველი ზემოქმედებული იქნა ერთის ხრი, მაგრამ თვითონაც კარგად ხდებოდა. მაგიტო ზემოქმედება, რას ქვია, რასაც ფიქრობს ამორჩეველი, მოვიდა ვიღაცა და დაუჭერს ხარი, ხო, რომ ეთანხმებოდა მას. ამიტომ ეს ის პატარა სეგმენტია, რაც თქვათ, აი, Marjorie Taylor Greene არის ჯორჯიის შტატის. აღარ მახსოვს ახლა მაგის საგრაფოს რა ქვია, მაგრამ ნუ აი საკმაოდ დაშორებული რაღაც ურბანული და მათ შორის ისა რა გარეუბნებისგან საკმაოდ თიანი და რაღაც სოფლებს რო ვეძახით, ეგეთი არეალიდან, რომელიც არის ეს ადამიანი ორიენტირებული თავის უნდა არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენ ასევე რომ საუბარი არის თავიანთი ამორჩევლის გასაგონად. რას ფიქრობთ ეს თავიანთი ამორჩეველი ამაზე? ხა ჯორჯიის შტატის რაღაც თიან რეგიონში ახლა უკრაინა და საქართველო არავის არ აინტერესებს, ხო ასეა. ამიტომ ახლა ჩვენ არ უნდა გქონდეს წარმოდგენა რაღაც არკანზასში და ნევადაში რაღაც ნაწილებში ფიქრობენ დილით რომ გამოდენ, ფიქრობენ ახლა რა ხდება გლობალურ პოლიტიკაში, ხო? ეს მაინც ჩვეულებრივი ხალხია, რომელსაც ყავს წარმომადგენლები და ეს წარმომადგენლები ზოგიერთ შემთხვევაში საბედნიეროდ ეს არ არის რაღაცა 10-15 ადამიანიან ჯგუფზე მეტი, თქვა ერთი პარტიიდან, მაგრამ რაც შეეხება ვინ უფრო მეტი იყო, ვინც ნახავთ აი ამ ხმის მიცემის ჩანაწერს, ხო? თქვათ დაახლოებით 15-მდე იყო მე მგონი, ხო, წინააღმდეგი რესპუბლიკელი. თუ 20-მდე. გონი 20-ზე მეტი იყო შედარებით, რა. და 7 დემოკრატი. 168 იყო მხარდაჭერი რესპუბლიკელებში, 191 დემოკრატებში და მეორე მხრივ თავის შემკავებლებში დემოკრატები უფრო მეტნი იყვნენ ვიდრე რესპუბლიკელები. ანუ ამ თავის შეკავების ნაწილმა მაინც დააბალანსა რაღაც დონეზე რესპუბლიკელების უარი ამ კანონზე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მეტ-ნაკლებად გამოჩნდა, რომ საქართველოსთვის მხარდაჭერა არის თანაბარი. კაი, ვიტყვიეთ, თქვათ ეს ვინმე რო არ ფიქრობს, რომ მიკერძოებულები ვართ, 5 რესპუბლიკელი დაახლოებით გამოდიოდა ისე, რომ 5 თუ 7 რესპუბლიკელი მეტი იყო ჯამში თავის შეკავებას რომ დავამატოთ, წინააღმდეგი ამ კანონის ვიდრე დემოკრატი, მაგრამ ეხა 435 ადამიანიან კონგრესში დამეთანხმები რომ 5 რესპუბლიკელი არაფერი არა. რაღაცა იქნება რომ აი იტყვის რომ სიგიჟერას ვაკეთებ. ეხლა მოდით ეს აქედან შევხედოთ ამ საკითხს. ვინ არიან რესპუბლიკელები, ვინც ხარი დაუჭირეს მეგობარი აქც. ქვედა პალატის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, აბსოლუტურად. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ბრაიან მესტი გამოვიდა ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან სხვა შორის ძალიან საინტერესოდ ისაუბრა ბრაიან მესტმა. მე დავპოსტე კიდეც ეგ, რომ ამ კანონის მიღება და ამას ხაზე მინდა გაუსვა რა, როცა მაგასთან დაკავშირებით არის საუბარი. ამ კანონის მიღება არის ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ანუ America First ამ მიმართულების პრიორიტეტი.
ამას მინდა გავუსვა ხაზი და ამას მინდა მიაქციოს ყურადღება სვენელმა, იმიტომ რომ ჩვენ majority-ელ green-ზე კი არა გვაქვს საუბარი. საუბარი გვაქვს კომიტეტის თავმჯდომარეზე, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეზე, რომელიც ამბობს, რომ მეგობარი აქტი, რომელსაც მხარი დაუჭერს, შეესაბამება America First-ის ამოცანებს. ეს არის თავარი რა. დანარჩენი უკვე არის რაღაცა. აი ყველაზე მთავარი ის იყო, აი პარლამენტის სპიკერმა რომ ხარ დაუჭირა ჯონსონმა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იმიტომ იყო ეს, რომ ანუ ქვეყნის მესამე კაცი ამას ხარს უჭერს და ქვეყნის მესამე კაცი ხარს თუ უჭერს, რომელიც პრო-ტრამპისტი არის, ესე იგი ტრამპისა და მაგის ხედები ცოტა ხანში ნახავთ ქვეყნის პირველი კაცის ხელმოწერასაც მაკანონზე. ხოლმე წარმოვიდგინე აქ რამდენი კაცი გაგიჟდება, რომ აი მე მგონი ქართველი მემარცხენე სოციალისტების გაგიჟდებიან მაგაზე, რაღაც ეს დაბრძილი რომ რჩება. რაც არ უნდა, ანუ რაღაცა რომ მოხდეს, რაც კარგია. მე მგონი ამ ხალხს წინს, იმიტომ რომ მათთვის მიუღებელმა და ეხლა მაგალითად ბაიდენს რო გაეკეთებინეს, ან დაუშვათ კამალა რო გავხდეთ პრეზიდენტი, მაგრამ კამალას შანსი არ იქნებოდა ამის გაკეთების. რო გაეკეთებინა, გაუხარდოთ რა, აი, ესენი არიან ჩვენი დამცველები, ამათ უყვარ ვართ რაღაცა და ესენი ინტერნაციონალისტები, მაგრამ აი ტრამპმა რო გააკეთა, ვაი, შეშინებულები არიან და პლუს თქვენ რის თქმა მინდოდა რეალურად დამოუწდა გავაგრძელოთ. ხო არა, მე მას ამბობენ რომ ტრამპზე ზემოქმედება მოახდინეს, აი ჯო უილსონზე ზემოქმედება, ხოცების ნარატივს ეთანხმება საერთოდ ეგ ხალხი, თანაკვეთა აქვთ, რომ უილსონზე მოახდინა ვიღაცამ გავლენა, რომელიც არადაცემდოში ტრამპისტია ეს კაცი და მაგიტომ მოხდა თორე ეგრე არ არის, თორე მაგა ხალხი მაგას არ იზამდა. რა ვიცი ხლა არის. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, თავარია რაც მოხდა ისე დასრულდა და გაგრძელდეს ეს ნაბიჯები, თავარი ეგაა, თორე ჩემთვის ახლა სახელი ზოგიერთ სახელი დაგვარი რა სიტყვის მნიშვნელობა არ აქვს ამას არ. ხო, აი ხა მაგალითად საქართველოში მე ძალიან არ მოწესა რომ ტრამპის ლანძღვა იციან რა. აი გამონხო ტრამპი ფაშისტია, ტრამპი მტერია, აი ბევრი NGO-ს ხელმძღვანელი იყო, რომელსაც გამონაწყდა ტრამპი, რომ ისა ნეოფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და ბევრი აქ დაეთანხმა მართლა, რომ აი მართლა ფაშისტია რა ეგ მე ნორმალურები თუ ხართ. შეიძლება მასე ფიქრობდნენ, მაგრამ ღია და არ უნდა თქვა, იმიტომ რომ ხა ხოცებს აქვს აქტიური პოლიტიკა, რომ ტრამპთან ამინარია დაალაგდნენ რა. შეეთანხმა რაღაცა აი ბიზნეს ლოგიკა მე მგონი ესთია, რომ აი ბიზნესმენი ვარ მე, ის ბიზნესმენი რაღაცა გავრიგდები და უძმაკასდებით ახლა და პრობლემა ეს არ არისო რა. და ამის გამო შეიძლება მაგალითად ადგილზე რომ ვიღაცის სკრინი წაიღოს, აი მაგალითად ახლა თქვათ რომ რომელიღაცა პარტიის თავმჯდომარე გამოლანძღოს ტრამპი, ან ზურაბიშვილმა რო დაუჭირა მხარზე, ადგილზე დასკრინოს და ჩაუტანოს რომ აგე ესე ლაპარაკობსო. მე ეგ არ არის მითები, ეგ ხდება რეალურად. ანუ მინდა იცოდეს რა, რომ რეალურად ხდება ეგ, იმიტომ რომ ახლა საუბარი არ მაქვს რაღაცა ბირჟის გამაგრებელ იმაზე რა, ნაწილზე საზოგადოების. ეხლა მაგას მე მაქვს უფლება რომ გავაკეთო. თავისი სერვერს კი ვაყენებ, თავისი საქმე აქვს მაგას, ხო? ანუ ის ხალხი, რომელიც პოლიტიკასთან დაკავშირებით მუშაობს, მაგაზე მაქვს მე საუბარი, თორე სხვადასხვა, ვიცი, იქნება ეს მძღოლები, პურის მცხოვრები, სხვადასხვა პროფესიის ხალხი არ აინტერესებს, ეხლა მაგ მიმართულებით ვიძახი, ხო? ამ ამერიკელებს აინტერესებთ, აი ვინც მედიაში მუშაობს, ვინც სამოქალაქო საზოგადოებაში აკვირდება. აი ამათი აზრი აინტერესებთ, რას ფიქრობენ ამერიკაზე, ხო? და როცა ზუსტად ესენი ფიქრობენ და წერენ ამ ყველაფერს ნეგატიურ კონტექსტში და მერე ოცნების ლობისტები ამ ყველაფერს მიაცუნცულებენ კონგრესში, ეს არის ყოველდღიურობა და რა ვიცი ხლა ეს არ ჯერა ზოგს და ეს ასე არის კიდე ერთხელ ვიძახი ეს ასე არის ამიტომ რა ვიცი ვინც მოგვისმენს ყოველს მოუწოდებ რომ რაღაცნაირად დაუკვირდნენ მგონი ამ ხრივ 1-3 ადამიანი იყო ის მაგაზე აქტიურობდა რომ ტრამპს ნულანძღავთ ერთი იყო იაფარულა რომელიც პირდაპირ გამოვიდა და აგინა ხალხს ნულანძღავთ ტრამპს იმიტომ რომ გაიჩალიჩებთ ასე ვთქვა და მეორე იყო ბოკერია და მაგისოლი შერგოლეიშვილი რომ არ გავნაწყოთ პირიქით ტრამპი არის ადამიანი რომელიც დაგვეხმარებოდა და აი დემოკრატების მინუსზე სუეგენი საუბრობდნენ რომ აი დემოკრატები არიან ის ხალხი რომლებიც ხოცებს ყველაზე მეტად უჭერდნენ მხარს ეხლა მაგალითად მათი პირველი ვადა როცა ობამას დროს იყო ეგენი რომ მოვიდნენ ბაიდენის დროს იყო არჩევნები რომ გაიმართა და ჩვეულებრივ დალაგდნენ და ანუ რესპუბლიკელებთან იყო რომ ნაკლებად ლაგდებოდნენ მაგრამ აი დემოკრატებს სულ ლაგდებოდნენ და ფერს მიერჩა რომ აი დემოკრატები არიან ის ხალხი რომელიც ებრძვის ამ იმპერიალიზმს და ებრძვის ეთანხმება დამოუკიდებლობა საქართველოსი რა ადრეულად ეგრე არ არის ხო არა 2012 წლის არჩევნებს რო შევხედოთ ზოგადად 2008 წლის შემდგომ პერიოდს რო შევხედოთ საერთოდ ობამას პრეზიდენტობას რო შევხედოთ ეს გადატვირთ რუსეთთან გადატვირთვა რას გულისხმობდა რაც მოდი პირდაპირ ვთქვათ რა ბაიდენის ადმინისტრაცია იყო ჩვეულებრივ ობამას ადმინისტრაციის კიდე ერთი გამოხატულება რაც უკვე ყველამ კარგად იცის ყველამ კარგად ნახა და დემოკრატების პარტიას დღეს ისეთი ცვლილებები და ისეთი რეფორმა სჭირდება, რასაც ძალიან დიდი დრო და ენერგია დაჭირდება
და ამას თუ არ გააკეთებენ, ისინი კვლავ წააგებენ შემდეგ არჩევნებს რა. ეს მოვაყოლე იმას, რომ ობამას გაგრძელება. ხა ობამამ 2008 წელს აიღო საკმაოდ დიდი, ესე ვთქვათ, სხვაობა. 12-ში უკვე ძლივს მოიგო და ანუ გამოდის რომ ხალხის უკმაყოფილება იყო უკვე, ხო? და ეხლა ეს იყო მესამე ობამას მსგავსი ადმინისტრაცია ბაიდენის, რაც ნიშნავს კიდევ უფრო გაიზარდა უკმაყოფილება დემოკრატების, მაგიტომაც წააგეს საკმაოდ სერიოზულად წააგეს რა. ეს ხო ბაიდენის ადმინისტრაციაში როგორც მოხდა, აი ობამას ბევრი კადრი გადმოსული იყო რა, ის ბლინკენი, სალივანი. ბაიდენი ობამას კადრი არ იყო, ვაშინგტონის პრეზიდენტი იყო, ხო? აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი რაღაც არც ერთ შემთხვევაში და მე იმის ხმამდა 2008 წლის კონტექსტში, რომ რუსეთს და ამერიკას შორის გადატვირთვა ამ წითელმა ღილაკმა კლინტონს რო ეჭირა, ხო, ხელში. გამოიწვია ერთი მარტივი რაღაცა, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ მათ არ ჭირდებათ ურთიერთ წინააღმდეგობის კერები და ეს კერა არ უნდა იყოს საქართველო. ძალიან მარტივია ეს ნამდვილში და საქართველო, რომელიც ყვირის, კივის ტერიტორიები ოკუპირებული მაქვს, თავს დამესხა, მოსახლეობა დამიხოცა, გამომიყარა 40,000 ესა რა ქვია, იზოლირებად გადაადგილებული პირი დამატებით კიდევ აფხაზეთის მერე, ხო? მე მგონი უფრო მეტიც იყო 40,000 უკაცრავად თუ რიცხვი, მე მგონი ძალიან არ მეშლება შეიძლება ცოტათი მეტი იყო. აი ამაზე მყвиრალა ხალხი არ გვჭირდება ჩვენ, ხო? საქართველოს სახით. მაგიტომაც მოხდა კომპრომისი შემდგომში ესა იგი ბიზნეს ივანიშვილის ტიპის ადამიანზე, რომელიც ამ ყველაფერზე არ ლაპარაკობდა ხმამაღლა და მე არ ვიცი, ახლა მე მგონი ცოტა სიღრმეში შევიდა, მე მგონი ისიც შეთანხმებული იყო, შეიძლება რა უნდა ეთქოს ივანიშვილს, ხო? ახლა მე კიდე მეორე თემა ძველი ამბავია, მაგრამ ლოგიკიდან იმიტომ ესე გამოდის, იმიტომ რომ მან ზუსტად დაინახა, ესე ვთქვათ რა. თუ რა იყო როგორც რუსების, ისევე ამერიკელების, გვახსოვს ჯორჯ სოროსის შეხვედრა მაგალითად, ხო? ანუ ამერიკელების და რუსების ხედვა რა იყო საქართველოს წარმართებით და ეს ხედვა იყო, რომ ნაკლები ესაუბრა ქართულ ხალხს ზოგადად აი ამ პრობლემებზე. თან მახსოვს აი მიშაც გააჩერეს ასე რომ ვთქვა, თუნდაც თავიდან რომ ლაპარაკობდა ოკუპაცია, დანაშაულები და ასე შემდეგ, შეაჩერა და აი 2013 წელს გაერო სამიძე წამოაყარა ყველაფერი რა. მანამდე აი გაჩერებული იყო, არ ხმას არ იღებდა რუსეთის თემაზე, მაქსიმუმ ამომრჩეველთანი აქტიურა, რომ ესენი რუსების აგენტები არიან. აი ისა რომ აი ხალხი ჩაგვიხოცეს და რაღაცა შეარბილა ასე ვთქვა. და პლუს იყო რომ ობამას დროს იყო რომ სოფლიო ორგანიზაციაში მიგვიღეს, სოფლიო საავადმყოფო ორგანიზაციაში მიგვიღეს და როგორც ის მან აქტიური ზეწოლა იყო ამერიკელების მხრიდან პირიქით. ხო, ეგ ისე თემა ჩვენ ვერ გავარკვევთ, მაგრამ ლოგიკით რომ წავიდეთ, ობამას ადმინისტრაციის ყველაზე დიდი ზეწოლა იყო მან. მაშინ როცა დიპლომატიური ბერკელი ჩვენ ხარეს იყო. ხო, არა, სამწუხაროდ, ნუ ახლა ძალიან შორს ვაღარ გადავიდე, იმის თქვა შეიძლება რომ თვითონ სააკაშვილმა იმდენი უაზრო შეცდომა დაუშვა და რაღაც დონეზე გარეკა რა მაგ ადამიანმა. მორალურადაც უჭირდა, ვთქვათ, რატომ უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში მაგის ახსნა რა. ხო და ამან კიდე მოკლედ რა, აი ეს ყველაფერი ერთმანეთს დაეწყო და დღეს სადაც ვართ იქამდე მივედით, ხო. კი, თან მახსოვს შახინი იყო, მგონი სენატში რომ გამოვიდა რომ შახინი და რიში ორივენი იყო, იგივე ხალხი იყო. ხო, ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელობას ვაიზოლეთ, რომ გადასულიყვნენ ისინი ოპოზიციაში, იმიტომ რომ აღარ უნდა დარჩენილიყვნენ ვადაზეო რა. სხვათა შორის მე ჩემს დისერტაციაში მიწერია, ალბათ გამოვიყნებ მალე მაგას, რომ ის ხალხი ვიზეს ოცნება იძახის, რომ deep state-ია და ჩვენ წინააღმდეგ არიან, რეალურად ის ხალხი დაეხმარა მათ ხელისუფლებაში მოსვლაში თავისუფლად. კი, აი ხა მაგალითად ვიქტორია ნულანს ლანძღავენ განსაკუთრებით, რომ ის გლობალური ომის პარტიის წევრია და სალიმას ლანძღავენ ყველაზე მეც რა და არ და ეგორივე იყო ყველაზე დიდი აქტორი, რომელიც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში, როცა ოცნება მოვიდა. და თუ deep state-ი იყო, მაშინ რატო არ შეარჩინეს რატო არ გადაარჩინეს ნაცები ეს. ეხლა ეს ნულანდის თემა რა არის, ხო, ეს ყბარდაღებული რომ ვითომ ნულანდმა მაიდანი მოვაწყო, როცა მაიდანი მოვაწყეს რადიკალმა უკრაინულმა ნაციონალისტებმა რა, რადიკალს ეხა იმიტომ რომ იდეა ქონდათ იდეოლოგიურად საკმაოდ ისე ჩვენთან ის პრობლემა რომ ესე იგი საქართველოში ესეთ ვითარებებში ჭირს ხოლმე ხალხის გამოღვიძება და პრობლემების შექმნა და ესე ვთქვათ შეწუხება ხელისუფლების, ხო? იქნება ეს ნაციონალიზმის თაობა თუ ოცნების მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ეგ არის, რომ ჩვენთან ევროკავშირმა აქ მილიარდები ჩაასხა იმაში რა ქვია, სასტუმროებში ყავის წრუყვაში. იმის მაგივრად რომ სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკა ყოფილიყო და რაც მასკულინიზმი რო ტოქსიკურია და ამასაც ოცნება ესე ხელაწეული უყურებდა. იმიტომ რომ ეს მათთვის საშიში არ იყო, პირიქით გამოვადგათ მასკულინიზმი ტოქსიკურია,
ესა რა ქვია გენდერების მრავალფეროვნება და ამან საბოლოო ჯამში გამოიწვია ის რომ ის საგამართლებო პოლიტიკა რაც შეიძლებოდა თქვა ეროვნული ცნობიერების და ნაციონალიზმის მიმართულებით წასულიყო სალანძღავი გახდა და დღეს გვაქვს ამ ნაციონალიზმის და კონსერვატიზმის საქმე ძალიან უაზრო საბოლოო ჯამში და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ჩვენ თვითგამორკვევა გვიჭრის და რუსეთთან შეპირისპირება გვიჭრის თორე ეგ რო არ იყოს ახლა უკრაინის მაგალითი მაგის გამოხატულება არის რომ როცა ეგ მიმართულება იყოს სწორად მათ შეძლეს აი უიანუკოვიჩის წინააღმდეგობა ხო საბოლოოდ უკრაინის ჩვენ არ გვიხება ხო არა ნულამდე როცა ახლა ლაპარაკი რეალურად იქ ამერიკამ საკმაოდ ჩემიათ საკმაოდ ნაკლები არცი აქტიურად როგორც სამსანო ეგ ევროპელებს თვითონ დაელაგებდნენ თურქეთს მაგრამ ხალხმა მოაწყო რევოლუცია ჩვეულებრივად რა ისტორია ეგ არის და ყველაზე მეტად იმაზე მეცნიერება ხოლმე რა ნუ deep state-ად რომ მოიხსენებენ მაგრამ რეალურად ნაცებმა უნდა ილაპარაკო მაგრამ deep state-მა მოგოშორა ძალაუფლებას იმიტომ რომ ეგ ვითომ deep state ხალხი იყო ვინც აქტიურობდა რომ მიშას დაეთმო ძალაუფლება და ოცნება მოეყო და პირიქით მოხდა რომ ოცნება აბრალებს ამ deep state-ობას. და ეხლა აი ბოლოსკენ რო გავიდეთ უკვე უფრო რეალურად რომ ბევრი სალაპარაკო ჯერჯერობით არა იმიტომ რომ მედვედევის ის არის ხო ოცნება რასაბრალებს მედვედევი გამოვიდა ტრამპი პისინამდე deep state-მა გაიმარჯვა. და ისე რეალურად ოცნება წარმოდიდელი შეძლო აი საზაბიბლიოში მეთქვა რომ deep state და ტრამპი ერთმანეთს შეარიგავ ბრძოლა რომელიც ერთმანეთს ებრძოდა ეხლა დღეს შეარიგა ჩვეულებრივად კობახიძე გამოვიდა თქვა რომ ტრამპი კაი კაციაო მაგრამ deep state-მა გადაიბირა მაინც აი deep state-ის ეძლიერია მაინც გვაჯობაო რა და აი ხა ბოლო თემას ეს რეპლიკა იყო აი ბოლოს გადაწყვეტა ანუ მეგობარი აქტის გასვლის შანსები როგორია აი ანუ ტრამპი დიდი ალბათ თვის ბოლოს უკვე ხელს მოაწერს ხო და რაღაც ქმედითი ნაბიჯები სენატში უნდა გავიდეს და სენატში დაახლოებით როდისკენ გავა თუ არ არის თარიღი ძალიან ძნელი სათქმელია ეგ მაგრამ შემოტანიდან 2 თვეს არ დაჭირდა ესე იგი ქვედა პალატას და სენატში უკვე შეიტანეს არ ვიცი ივნისის ბოლომდე მგონი უნდა გავიდეს და ანუ ზაფხულის ბოლომდე შეიძლება ითქვას რომ ქმედით ნაბიჯები გარადგმული იქნება რაღაც სახის ხო მეგობრო რამე დამატება ხო არ ის დამატება მინდა შეიძლება ამ მართულებით ერთი რომ მეგობარი აქტი თუ აქამდე იყო იმის იმედი რომ თქვა ოცნებას და ტრამპს შორის რაღაც გადაიტვირთებოდა ურთიერთობა მეგობარი აქტი არის კანონი რომელიც უკვე პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს თავიანთი ასე ვთქვათ მიდგომების წარმოჩენის საშუალებას კი არ მისცემს და თავისუფლებას კი არ მისცემს მაგრამ აიძულებს ავალდებულებს რომ ეს გააკეთოს აი ეს მნიშვნელობა კანონის მიღებას. აი პირველი რედაქცია რო იყო, აი წინა მოწვევის იმაში რო გავიდა, მანდი იყო რომ აი თუ გამოსწორდებით, ბენეფიტებს გაძლევთ გარკვეული სახის ეკონომიკური, მაგრამ უკვე მეორეჯერ რო შემოიტანეს, ეგეთი ბენეფიტები შემცირებული იყო და საერთოდ აღარც იყო ნახსენები, პირდაპირ ნახსენები იყო. აი ხა ამდენი პოლიტიკოსი ამბობდა რომ უბრალოდ ის პირველი რედაქცია ჩვეულებრივი იდიოტობა იყო და ეს მეორეც იდიოტობა არისო, არაფერი არ არისო. მაგრამ მე თუ მკითხავ რეალურად ცდებიან, იმიტომ რომ როცა ასე უსვად რაღაც ნაბიჯს აკეთებ, ესე იგი საგარეო პოლიტიკური დიპლომატია ის არის, სიგნალი არის უკვე გამოცემული. კი ბატონო. ნახოთ ხო ანუ ეხა უკვე ვარადობს ვაკეთებთ მეტი ვერაფერს ვერ ვიტყვით იმიტომ რომ არა მე არ მგონია რომ ზაფხულის ბოლოს გადაცდეს ეგ მეგობარი სადაც შესულ პრეზიდენტის ხელმოწერა დიდი მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის მადლობა გიორგი მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ გელოდებით იმიტომ რომ იმდენი საინტერესო თემა არის ამერიკას სასაუბრო რომ შეუძლებელი ერთ პოდკასტში ჩაატიო მადლობა თქვენ ყურადღებისთვის მოსმენისთვის თუ ასეთი ვიდეოები გაინტერესებთ ხოთ გამოიწეროთ არხი და ლაიქო და დააკომენტაროთ თქვენ თუ საპირისპირო აზრი გაქვთ მადლობა დიდი ყურადღებისთვის ნახვამდის